პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ tradingview.com-ზე, რათა საანალიზო გრაფიკი გამოგიჩნდეთ, რაც ჩემთან არის. მარჯვენა მხარეს გამოსახულია სიმბოლოების ჩამონათვალი, რომლებიც აი ამ ურნის ნიშანით უნდა წაშალოთ. შემდეგ დააჭიროთ პლუს და ჩაწეროთ თქვენი სასურველი აქტივი. და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ჩამონათვალი არის ევროსი, ბევრი ბროკერისგან და რაც ნიშნავს ახლა ეს თითქმილი უანდა FXM-ი და Forex-ი. თითოეული გვაჩვენებს იმას, თუ ამ ბროკერზე, რომლის სახელიც წერია, როგორ გამოიყურება ევროს გრაფიკი. აგერ თითქმილი არის ესეთი სავაჭრო პლატფორმა, Forex-ი ესეთი სავაჭრო პლატფორმა. Forex.com-ი არის ამჯერად ყველაზე ზუსტი. ჩვენთვის ახლა ეს გვინდა და მომავალში აგიხსნით, რომელი ბროკერი რატომ უნდა ერჩიოთ თქვენი სავაჭრო ფანდიდან გამომდინარე თუ ასე შემდეგ. ზოგ ფანდიც კიდე, ზოგ ჩელენჯს პირდაპირ თავისი ბროკერი ყავს აი აქ, მაგასაც გეტყვით. ფუნქციონალი აგიხსენით, პლუსით ჩაამატებთ და ურნის ნიშანით წაშლით აქ რაც გინდათ იმას. მოკლედ ახლა. გრაფიკი გამოიყურება ასე. ეს ოთხკუთხედი არის ჩამონათვალი იმ ინსტრუმენტებისა, რომელიც მარცხნივ იმყოფება. ჩემ თუ ამ ვარსკვლავებს გავთიშავ, ეს სიმბოლოები ნელ-ნელა ქრება. ამატეთ სასურველი სიმბოლოები ამ ვარსკვლავის საშუალებით. პირველ განყოფილებაში არის cross-ი, dot-ი და arrow. მოდი განვიხილოთ დასაწყისში trend line-ი. Trend line-ი არის სწორი ხაზი, რომელიც თქვენთან იქნება ლურჯი ფერის და აი ამ სისხლის დიდი ალბათობით. როდესაც ამ ლურჯ ხაზს გაავლებთ, თქვენთვის რთული იქნება სწორი ხაზის გავლება, იმიტომ რომ როგორი ხაზიც არ უნდა გაავლოთ, მერე რომ გაადიდოთ, დახრილი ხაზი იქნება რა. ამიტომ იმისთვის რომ გაავლოთ მათემატიკურად სწორი ხაზი, უნდა დააჭიროთ shift-ს გეჭიროთ ხელი და როდესაც გაავლებთ აი ამ ხაზს, ივლება სწორი ხაზი, საითაც მაუსს გაწევთ. ჩართეთ მაგნიტი აუცილებლად. მაგნიტი ეხმარება თქვენს ინსტრუმენტს, აი ამ შემთხვევაში ამ ხაზს, რომ მიეკროს ნაპირებს. ხედავთ როგორ ეკრება? ვიდეოში უნდა ჩანდეს კარგად. როდესაც თქვენ რაიმე აქტივს დააჭერთ და რაიმე აქტივზე მუშაობთ, აი ამ ფანჯარაში ჩანს ჩამონათვალი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს ინსტრუმენტი. ტექსტი რო აწერია, ეს ტექსტის სფერი არის, ტექსტის დასამატებლად შედიხართ აი ამ ღილაკში და ამ OL-ში რა სიტყვასაც ჩაწერთ, ის ტექსტი აისახება Z. ეს ფერი საზღვრავს აი ამ ხაზის ფერს, რომელიც გინდათ რომ იყოს, ესენი კი ხაზის სისქეს განსაზღვრავს. ყოფილებაში არის გარკვეული Fibonacci-ის გრაფიკები და განის ბოქსი არის. ეს უკვე მომავალში თქვენი გამოყენებიდან გამომდინარე რაც დაგჭირდებათ ის უნდა ერჩიოთ. აქაც ანალოგიურად chart pattern-ებია რაღაცეები. აქ არის long და short პოზიციის ნიშნები. როდესაც თქვენ ამ გრაფიკს გამოიყენებთ, sell-ისა და long-ის ღილაკს, ასე ვთქვათ, შუა ხაზი ნიშნავს იმას თუ ფასი სად იხსნება. იმას მოვკიდებ ხელს და მოვიტან აი ამ ნაპირთან. ეს არის stop loss-ი, ამას მოვკიდებთ ხელს და დაუმიზნებთ იმ ხარეს და იმ წკიპს, სადაც გვინდა რომ სტოპი ეყენოს. აქ მოგებაში გადიხართ, აქ წაგებაში ეს short და long პოზიცია ამას აჩვენებს. სხვა მხრივ აგერ არის ტექსტი, რაღაც ტექსტი შეგიძლიათ წააწეროთ გრაფიკს და დატოვოთ. აი ამ სახაზავის მეშვეობით ერთ კლიკს დაიტანთ პირობითად აქ, მეორე კლიკს დაიტანთ აი აქ და ამ მოძრაობაში რამდენი პროცენტით და რამდენი საბაზისო პუნქტით შეიცვალა ფასი, მაგას გაჩვენებთ. აგერ აქ არის 1391 საბაზისო პუნქტი, სხვანაირად რომ ვთქვათ, 1.19%-ის კლება გამოსახული. აი აქ როდესაც EURUSD წერია, აქ თუ ჩაწერთ თქვენს სასურველ გრაფიკს, მაგალითად Bitcoin-ს და გადახვალთ, უკვე არ ჩაემატება აქეთ ამ ხარეს არაფერი, უბრალოდ ამ მომენტში გადაგიყვანთ გრაფიქსი. ანუ ეს ერთჯერადი ცვლილებისთვის არის, ეს კიდე თქვენი აქტივის შესანახად ეს არის. მარჯვენა ღილაკს რო დააჭერთ და setting-ში შეხვალთ, კი აქ შეგიძლიათ სანთლების ფერის შეცვლა, აგერ ყვითელფრად შეიცვალა. Borders ნიშნავს ჩარჩოს, აი როგორც ხედავთ. ჩარჩო არის მწვანეთ და თუ ამ Borders-ად შავზე გადავიყვანთ, წერია week არის აი ეს ჩრდილები. და ჩრდილების ფერის შეცვლითაც საერთოდ გავაშავებ აი ამ გრაფიკს და მექნება აღმავალი შავი სანთლები და აღმავალი წითელი სანთლები. ინდიკატორები ემატება ან ქვევით, ანუ ან აი ამ ადგილებში, სადაც წეღან იყო, ან აი აქ. ურნის ნიშნით გათიშავთ, hide-ის ნიშნით უბრალოდ დაფარავთ. ესეც იცოდეთ. აი ამ პლუს ნიშანით, რო დააჭერთ პლუს ნიშანს და add alert on BTC USD, სადაც დააჭერდით, რომელი ფასის ნიშნულზეც დააჭერდით აი ამ პლუს, იქ გაჩნდებოდა ეს ხაზი. ეხლა ამ ხაზს თუ დააჭერთ ხელს და ამოძრავებთ ზევით ქვევით, შეგიძლიათ დაიტანოთ და შეუცვალოთ ადგილმდებარეობა. პირობითად ამ ალერტს აქ დავაყენებ, ანუ ფასი ოდესაც აქ ჩამოვა, ტელეფონზე თუ კომპიუტერზე, სადაც მექნება TradingView გახსნილი, შევმივა ნოტიფიკაცია იმის შესახებ, რომ ფასმა უკვე გაარღვია ეს ლეველი, ან აქ ჩამოვიდა და უკვე უნდა შევიდე გრაფიკზე. აქ არის მოთავსებული დროის ინტერვალები, 1 საათიანი, 45-იანი, წუთიანი და 2 წუთიანი გრაფიკები და ასე შემდეგ. საათიანი ნიშნავს იმას, რომ თითოეული სანთელი არის 1 საათიანი, ანუ ამ სანთელში მოქცეულია 1 საათიანი მოქმედება. თუ გადავიყვანთ 5 წუთიანზე, ვნახავთ, რომ აი ამ სანთელში არის
მოქცეული ხუთწუთიანი ქმედება. აქ არის candles, bars, hollow candles, თუ bars დავაჭერთ, გახდება ესეთი გრაფიკი. კოლუმნებზე საერთოდ ასეთნაირად გადაკეთდება და ნუ აქ თქვენთანს დაათვალიერეთ რა არის, ჩვენ გამოვიყენებთ ხოლმე ძირითადად candles. აგერ აქ ბრაშის ნიშანია, ანუ ფუნჯის ეგრეთ წოდებული, აი ესეთ შეგიძლიათ ფეივორიტებში ჩაამატოთ და როდესაც ამ ფუნჯს აერჩევთ, შეგიძლიათ რაღაცები დახატოთ. ნუ ეს იმდენად აღარ დაგჭირდებათ, რაც სხვა ატრიბუტები გექნებათ. მაგრამ მაინც იცოდეთ. ეს არის undo-ს და redo-ს ღილაკი. თუ დააჭერთ undo-ს, ეს ყველაფერი უკან დაბრუნდება, რაც გავაკეთეთ ამ დროის განმავლობაში. რამე თუ წაგეშალათ სიტყვაზე, ამით აღადგენთ. დანარჩენი რა შეკითხვებიც გექნებათ, ჩვეულებრივ Discord-ში დაწერეთ და ან მე დაგეხმარებით, ან ცოდნე ვინც იცის ეს ყველაფერი. სხვა მხრივ უკვე იმდენი იცით, რომ ამ გრაფიკზე იმოძრაოთ და რაღაცები დატესტოთ,